ეხლა თქვი. გამარჯობა მეგობრებო. მე ვარ უკა. ჩემი გუნდელის უკა. შეიძლება ვიცნობთ, ვინც არ ვიცნობთ, ეხლა გავიჩინე. მოკლედ, ჩვენ გავაკეთეთ სენიორ პროექტად ანალოგური სინთეზატორი რაღაც დიჯიტალ ნაწილებით, ასე ვთქვათ რა. ძირითადი საფუძველი ყველაფერი ანალოგურ წვედებზე არის, რაც მას ამუშავებს ხმის და ბევრი ვარიაციის საშუალებას გვაძლევს და ერთადერთი რაც რომელია პატარა ის სად არის? მამაყობრო ეს ბლოკ დიაგრამების გაკეთების საიტი და პოპულარიზება. მინდა მიკროფონი? ვიდეოში არის. მალაგაი ჩოთეიბას. მოკლედ ხო, რასაც ვამბობდი რა. გავაკეთეთ სინთეზატორი, რომელიც ძირითადი ნაწილია ანალოგურია, უბრალოდ დიჯიტალ ჩართული საკასი ვთქვათ რა. და ძირითადად რა დიჯიტალზე მოდის არის keyboard-ი, კლავიატურა, რომელსაც ვიტანებთ ESP32 მიკროკონტროლერს, რომ მოახდინოთ მაინც წაკითხვა და შემდეგ ეგეც ანალოგურ ნაწილში იგზავნება, ასე ვთქვათ, ხმის მისაღებად რა. ხო, ეს არის ბლოკ დიაგრამა ჩვენი პროექტის. ერთი სიტყვით რო გითხრათ, რატო გადავწყვეტ ამის გაკეთება არის, რომ ჯუნიორ პროექტზე ქონდა დრონი, ლაიდარ დრონი შეიძლება იცით ზოგმა და მაგ პროექტის ძირითადი მოღამი იყო, რაღაც მგზა მოდულები ქონდა და assembly-ის ნაწილი იყო, ასე ვთქვათ, ძირითადი პროექტი. ოღონდ ეს assembly-ის ნაწილიც მარტივად შეიძლება შეერდოს, მაგრამ არც მარტივი საქმე იყო, ერთმანეთთან დაკავშირება მოვიდა და რაღაც ისეთი ძნელება რაც ჩვენ გვინდოდა. თუმცა ეხლა გვინდოდა რაღაც უფრო low-level-ი გვეცადა რა და ეს low-level-ი იქნებოდა PCB-ების დიზაინება, წერდებზე ცოტა ფიქრი, რაღაც ფილტრებთან შეხება, ვერ გიყვით ახლა ყველაფერი ნულიდან ჩვენ მოვიფიქრე არც იქნება გამოჯერებელი, მაგრამ რაც ნახეთ იმის ასე ვთქვათ გადაკეთება, მაგაზე ფიქრი, გააზრება და რეფაქტორინგი მოგვიწია იმ ნაწილში, რომ რაღაცას უყურებ შენთან ზუსტად ისე ცხადი არ იმუშავებს და იწევს რომ მოერგო შენ სიტუაციას. რაც შეეხება ბლოკ დიაგრამას, როგორც გითხარით, არის დიჯიტალ ფაქტ და ანალოგური ნაწილი. ანალოგურ ნაწილში აქვს რამდენიმე ასე ვთქვათ მოდული. ოკეი. ანალოგურ ნაწილში აქვს რამდენიმე მოდული. ჩვენ სინთეზატორში არის 3 VCO, voltage control oscillator-ი. ეს არის ძირითადი მოდული, რომელიც იდეაში გვაძლევს საშუალებას, რომ სხვადასხვა ნოტები და ხმა დავაგენებინოთ. და დანარჩენი შემდეგი მოდულები არის ძირითადად ამ ხმის დასამუშავებლად და სხვადასხვა ეფექტების მისაღებად. ეს იქნება envelope, VCA, ფილტრები, მიქსერი, სეკვენსერი თუ რაღაც ვეირფოლდერი, რომელიც შესაბამის საინტერესო რაღაცებს უშვება სიგნალებს. ხოლო ციფრულ ნაწილში უყურებთ Raspberry Pi-ის 1, რომელიც დაკავშირებულია touchscreen-თან და touchscreen-ზე არის დრამბედები და მეორე მხარეს არის ESP32, რომელიც ასკანერებს keyboards. ამაზე დეტალურად ცოტა მერე მოგიყვებათ ლუკა ESP32 როგორ ასკანერებს keyboards. საქმის გადანაწილებას შეეხება ამდენ მოდულს რო ხედავთ, ხადია გუნდში გავიყავით და რამდენიმე PCB-ს ასწავლაზე დიზაინზე და ფიქსზე ერთად იდეაში ფიქს ნაწილზე ერთად ვიმუშავებთ და ჯერ ბრეკბორდებზე ასვლა მოდულზე, იმიტომ რომ სამ PCB-ს გავაკეთებდით, საჭირო იყო დაუზრუნებლიყავით ეს წრეები ისე მუშაობდა, როგორც ჩვენ გვინდოდა და ამის შემდეგ ვიწყებდით PCB-ის დიზაინს. ამ ნაწილში ორივე თანაბრად ვიყავით ჩართულები, თუმცა როცა ეგ ნაწილი გავიარეთ და ბრეკბორდზე თითქმის ყველა წრეები თქონდა ასწავლდა და ყველა ისე მუშაობდა, როგორც გვინდოდა. მივადექით ნაწილს, სადაც PCB-ების დიზაინი დავუწყეთ. რამდენიმე PCB და შემიძლია შეგახებათ კიდეც. მაგალითად აი VCO რო გითხარით, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს ჩვენს პროექტში, ესე გამოიყურება VCO-ს წრედი, სადაც არის ოპამპები, ტრანზისტორები, კონდენსატორები და ბევრი მცირე ელექტრონული დეტალი. ეს უკვე არის მზა PCB-ის, ასე ვთქვათ, მოდული. ხო, ამ ნაწილში საინტერესო რაც იქნება ვფიქრობ, რომ ვისაუბროთ, ყოველთვის რომ მოყვებით ცხადია, რა გამოწვევების წინაშე დავდექით და ისი გადაჭრა მოგვიწია, ეგენ რომ იცოდეთ, რა შეიძლება შემდგომში გამოგაგდეთ თქვენს პროექტებში. VCO-ს ნაწილში გვაქვს ეგრე მუშაობს, მოკლედ რომ გითხრათ, რომ რაღაც ექსპონენციალური გარდამქმნელი აქვს, ასე ვთქვათ, რომელიც შესაბამის საფუძვლის მისცემის დროს უზრუნველყოფს იმას, რომ მაგალითად 0-ზე თუ პირველი ოქტავის დონოტს უკრავს, ერთოლზე დაუკრავს მეორე ოქტავის დონოტი. და ეგ მუშაობს, აი აქ პატარა ორი ტრანზისტორის დასასრულს ვხედავთ, მაგით.
თუმცა რამდენიმე დეტალი გვაქვს პრობლემა. ერთი, თავიდან რა ტრანზისტორები ჩავარჩიეთ, მაგის გამოგაზრდების კოეფიციენტი არ ამუშავებს საკმარისად გვაძლევს და პატარა ხომილდება საწყის ეტაპზე, მაგრამ ეს პატარა ხომილდება საბოლოო ჯამში იმ ხელაზე ადიოდა ექსპონენციალურად რეალიზდებოდა იმის გამო, რომ ბოლოში თავში თუ უკრავდა დორს, რაღაც 5 ვოლტს ვაზრობით, რაც მაგის და რას უკრავდა, მაგრამ და მეორე ფაქტორი იყო სითბური ეფექტი, ასე ვთქვათ და რაც არ უნდა უცნობია ჯერდეს თავიდან ამ ჩვენ PCB-ზე ეს ორი ტრანზისტორი იყო ერთი აქ და ერთი მაგალითად აქ და მაგ ეგვაზოდა ძალიან ცვალება ზუსტად მაგავენ ასეთში, იმიტომ რომ ტრანზისტორები სხვადასხვა ტემპერატურაზე დგებოდა და მაგის გამო სხვადასხვა გაძლიერების კოეფიციენტი ჰქონდა და მე რისერჩით და ცოტა ფიქრის შედეგადაც მივხვდით, რომ თუ ამ ტრანზისტორებს ერთმანეთზე მივადებდით და ახლოს იქნებოდა ერთმანეთთან, მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურა მაინც ხელს გიშლის, ის ფაქტი, რომ ესენი ერთნაირ ტემპერატურაზე იქნებოდნენ, მოგვცემდა შესაბამის ეფექტს, რაც ჩვენ გვინდოდა. და ეხლა საბედნიეროდ მუშაობს, რომ თუ დავატუნინგებთ და მაგალითად დავსვამთ საწესუნო დოზე, ძაბვის შესაბამისი ცვლილება იწვევს, რომ ეს ნოტები კარგად იცვლება. შესაბამის ათლად ჩდება. ეს არის VCO-ს ნაწილს შეეხებოდა და ვის უცებ გითხრათ, აქ ორი ჯეკი, ძირითადი ჯეკი არის ინფუტის ჯეკი, უბრალოდ 5 აქვს, მაგრამ ძირითადი ჯეკი არის ინფუტის ჯეკი და აქ ორი არის, ერთი რაც საუთოს უშვებს, ხეხ სიგნალს ასასვლელად და მეორე PWM-ს უშვებს. ნუ სხვადასხვა ხმის ეფექტებისთვის, ეგრე. დანარჩენი არის უცებ გადავერთ მე ხალხი მიცემს სიტყვას, სეკვენსერის ნაწილი არის, რომელიც რაღაც მელოდიებს გვიგენერებს და შეგვიძლია VCO-ში შევუშვათ და რაღაც მუსიკას დავუკრავთ. ნახოთ, მე შეგვიძლია რომ კარგი მუსიკას დავუკრავთ, იმიტომ რომ ეგრე პრობლემა გვაქვს. ერთი არის მიქსერი, რომელიც ფივად ჯამობს სხვადასხვა სამი სიგნალის აჯამას შეუძლია და კონტროლებელიც აქვს და სამი აუტპუტი აქვს, ერთი ჩვეულებრივი და ტაიპიკური აუტპუტი და ინვერტირებული აუტპუტი სხვადასხვა ეფექტების მისაღებად და wavefolder, რომელიც შესაბამისად, ასე ვთქვათ, ამოგვიგებს ხმას. მოკლედ კარგი ასათობი ტიპია რა, თუ არ იცი და სწავლები და რაღაცეების, რომ მიხვიდე და რაღაცები იმაინუნო, კარგად გაერთო. დანარჩენზე პრინციპში უკაება. მეორე პრობლემა რაც ასე ვთქვათ შეგვიძლია იყო keyboard-თან დაკავშირებით. თავიდან მარტივად წარმოგვიდგინა, რომ ამ keyboard-ს პირდაპირ USB-ზე თითოეულ შევაერთებდით და ეგრე გადავშევდით, რაც აიკითხავდა და გამოუშვებდა რაც მინდოდა იმას. მაგრამ მე მივხვდით, რომ 14 პინის შეერთება არც მარტივიობავია USB-ზე და საკმაოდ ასე ვთქვათ გამოცდილი და მარტივი გადაწყვეტა მოვფიქრეთ, მატრიცა არ ვიცი თუ ის როგორ მუშაობს კალკულატორის ისინი დაქვია, რომ კლავიშები რა არის. ალის სკოლა არის ზუსტად. მატრიცა ავაწყებ, მაგალითად 3 მატრიცა წარმოიდგინოთ და ეს პირველად აკეთებს ეგეთ რაღაცას, რომ სკანავს ამ მატრიცას, მაგალითად როუზე უშვებს რაღაც ერთს და თუ კოლონზე გამოგვიდა გადაკვეთის წერტილს. ყოველ და მაგით ხდები რომელ switch დააჭირე. მაგრამ ძალიან დიდი შეღავათი მოგცა, იმიტომ რომ ერთი SP-ს სადაც ვიფიქრეთ რომ SP პროგრამოვიყენოთ თქო, მაგრამ მე მივხვდით რომ არც ეს ყველანი გადაწყვეტილება იქნებოდა. თუმცა იქ როგორ ვთქვი, ეგრე მარტივი არ არის, იმიტომ რომ ეს სამომავლოები იყიდება და აქ იმიტომ რომ რაღაც ჩვენებული ფორმები უნდა გავუკეთებინა, უკას მოუწია რომ საკმაოდ იცვალა მაგ წრედის ასობაზე და იმაზე რომ კარგად ემუშავა. თან ეს პილოტომეტრი ცოტა ფაქიზი ტიპი არის და მარტივად ვიგვიჩნდება წინა პროექტის გამოცდილებიდან. და მან ვიყენებთ ESP-თან გამოსავალზე digital analog გარდაქმნელს, რომ ჩვენს VCO-ში უკვე ანალოგური სიგნალი შევიდეს და შესაბამისი კლავიშის დაჭერა ნიშნავდეს რაღაც notes საბოლოო ჯამში აუტპუტს. ერთ-ერთი წვედი, რომელიც არ გამიკეთებინა, იყო VCA. VCA არის როგორც ვთქვათ, გამაზრდებელი და ამ გვაქვს რაღაცა სიგნალი ინპუტი და კონტროლდარი. ეს საშუალო, ნუ სიგნალში რო ვიყვართ რაღაცა შედის რაღაც სიმუსი ან სოუთუსი რაღაცა და კონტროლდარში შესული ძაბვის მიხედვით გვაქვს შესაბამისი ფორმა ამ სიგნალის. ანუ თუ შევხვდით 0 ვოლტს საერთოდ გაჩნდება და იქნება არაფერი გამოვა 0 ვოლტი გამოვა აუტპუტზე
და თუ მაქსიმალურ ძალას შევუშვებთ, გამოვა რაც შევუშვებთ, ანუ 200 იქნება ფაქტობრივად. და ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ მაგალითად ერთ-ერთ ერთმანეთად, რომელიც ასევე გავაკეთე, არის MLOP, ანუ ADS არ MLOP არის, ეგეც წერტი, რომ მიცემული TVM-დან, ანუ გადაეცა რაღაცა TVM სიგნალი და გვაძლევს კონკრეტული ფორმის სიგნალს. გრაფიკულად დაიხატა. ამ გადაცემული ჩავთვალოთ რა ეს ქვედა სიგნალი არის, რაც გადაეცემა, ანუ რაღაცა TVM სიგნალი და გვიქმნება კონკრეტული ფორმის სიგნალი, ანუ გვაქვს ეთერქი, decay, sustain და release. ნუ ჩვენ შემთხვევაში decay და release ერთნაირად კონტროლდება, ანუ ცალ-ცალკე არ ემართება, მაგრამ იგი არ არის. და შეგვიძლია მაგალითად ამ MLOP-ის აუთპუტი გადავსვათ VCA-ში და მაგ ფორმის მიხედვით შეიძლება ამპლიტუდა გადაცემულ სიგნალს. ხო, ამ შემთხვევაში გვაქვს აგრეთვე MLOP-ში გვაქვს loop-ის ჯექი, რომელიც გამოიყენება იმისთვის, რომ არ ჭირდებოდეს რაღაცა TVM სიგნალის გადაცემა, ანუ აუთპუტს შევარდეთ loop-ში და input შევარდეთ loop-ში და გვექნება თავისით ჩასწული რაღაცა ოსცილატორები, რა. ხო. და აგრეთვე ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი საკუთარი PCB ვაქციონები. ეს არის MLOP-ის PCB და ეს არის VCA PCB. ნუ საკმაოდ პატარა წოდები გამოვიდა კომპაქტურად. შეგვიძლია SMD-ზე გავაკეთებინა აგრეთვე. და უფრო კარგი იქნებოდა. გამოცემები. და ეს არის ფილტრი. აი ფილტრზე გვაქვს ეგეთ რაღაცა, ნუ ლოგიკურად გვაქვს რაღაცა ინპუტი, კონტროლ ვოლტაჟი და სამი სვიჩი. და ამ სამი სვიჩით გავაკეთებთ რა ფილტრები ჩაერთვება, ანუ ძირითადად გვაქვს low pass, band pass და high pass-ი და შეგვიძლია როგორც ასალექცია, და რაღაცა კომბინაცია გქონდეს, ხო? ეს ფილტრები მუშაობს დიოდებზე. ამ დიოდების მუშაობს ქვია დიოდების კიდე. ხო. და ამ სამი სვიჩის მეშვეობით კონტროლდება თუ რომელი ფილტრი იქნება ჩართული, რა. ნუ ხო, რავი, ერთ-ერთი გადაწყვეტა მაგალითად, რაც ჩვენ მოგვიძლია დოკუმენტები არის რაღაცა low pass და high pass-ის დამატება ამ ფილტრში, იმიტომ რომ რაღაც არასასურველ სიშიებს იძლეოდა. ხო, პრინციპში ის არის. შეგვიძლია გამოდიოს რაღაცა ვერ შეგვიძლია ფედერალურად დავუბრუნდეთ, იმიტომ რომ დაყროვებს ყოველთვის ერთადერთი ყველაფერი გავაკეთეთ. მაგრამ გასართობად ძალიან კაია რა. ვიდი და ნებისმიერ სამონები დავუკეთოთ. არა, იქ გადაიგებს. თორემ ფასოლას მაინც არ. შეიძლება. ხო, ერთი პრობლემა რაც მოვაღიაროთ არის, რომ ეს VCO როგორც მუშაობს, არის რომ გადაცემული ძაბვის მიხედვით აგენერირებს რაღაც სიხშირეს და ნული ძაბვა როცა არის, ან როცა არ არის ამიცებ ძაბვას, მაინც რაღაცას აგენერირებს, რაღაც 16 ჰერცი მაინც არის და ამიტომ არის სხვა სულისთვის რა, ნუ შეგვიძლია რაღაც ფილტრი დაგვემატებია ბოლოს რაღაც high pass-ი ან არა, ძალიან გვიან მოვიფიქრეთ ეგ. ხო, გვიან მოვიფიქრეთ. შეგვიძლია სეკვენსერიდან გავუშვი რამე, ხო? სეკვენსერის აუთპუტი შეერთი. მაგის მაგ. ეხა ერთდროულად 3 მინუტი იმიტომ გავუშვი, რომ სამივე VCO გაქვს, ხო, შეერთებული? ხო, ანუ VCO-ები გვაქვს 3 წალი და თუ კიდე მაგალითად რაღაცა პოლიფონური ის იყოს ხმა, ანუ 3 მინუტი ერთდროულად დაიგას. გვაქვს აგრეთვე 3 აუთპუტი keyboard-დან და შესაბამისად უნდა შეერთო VCO-ში რა. და მიქსავ და გამოვა. ეს არის სეკვენსერი, ანუ სეკვენსერი ეგეთი რაღაცა რა, რაღაცა გადაცემული, აი
აქ გვაქვს ხუთი ცალი, ალბათ ხუთი გვაქვს და კონკრეტული პოტენციომეტრების მეშვეობით გვაძლევს შესაბამის ძაბას 0-დან 5 ვოლტამდე. და მაგ 0-დან 5 ვოლტის შესაბამისად ვისიო აგენერირებს ხმას. და გვაქვს აგრეთვე ერთი პოტენციომეტრი, რომელიც აკონტროლებს სიჩქარეს ან რაღაცა დევატაუბრას საფარ. ოკია კანოში გითამს. ხო, ოკია, და 5-5-5-ია აზრობენ. აი, მაგალითად შეგვიძლია მე ყველაფერი ფილტრში გავატარო. გამოერთო. და შევაერთოთ აგე. და მაგალითად რა ფილტრში შეგვიძლია შევქოთ ლოუ-პასი. და მოგვიყვანს რა კიდე აქვს რაღაცა რეზონანსის პოტენციომეტრი, რომელიც რაც ქვია მაგალითად რა რეზონანსი ხდება კიდეებზე. იდეაში სიგნალი ასაჩვევა ბოლოში სწრაფად რო როა სიმპლო და სწრაფად რო ირჩევა რაღაც კიდეებზე პირველი მაგალითად მაგას ასწორებს რამდენად სწრაფად გაიხსნა მანციაში. ხო, კიდევ შეგვიძლია მოხდეთ. ეგ არის მოკლედ რა, ანუ ხო, ანუ კარგად შეგიძლია გაერთო. ჩვენს ვეცდებით რომ ვისწავლოთ იქა ამის მერე დაგვიწყო. კი. რა. აი, შეგვიძლია რო ვაფრთხილო. გვაპატიეთ ეგ ამბობი, მაგრამ შეგვიძლია კითხვებზე გიპასუხოთ. მე დროს გავიწყო. არის რო ვაუ, კითხვებზე გავხსნავ, შეგვიძლია გიპასუხოთ. რა და ეგ. აი, რა მობა, შემდეგ